ლოტუსი ხალხო იზრდება სიბინძურეში, ხდებით, მაგრამ ბოლოს მაინც ამოდის ლამაზი სუფთა ყვავილი. დღეს უნივერსიტეტში მივიდიოდი, შევამჩნიე, ჩემ კოლგის შიგნით არის დახატული ყვავილი და ეს ყვავილი ძალიან გავდა ლოტუსს და ლოტუსზე ვიცი ერთი ფრაზასავით, რომელიც მინდა რომ გავაზიარო. ლოტუსი იზრდება სიბინძურეში, ჭაობში, მაგრამ თავად არის სუფთა, თავად არის ლამაზი. ეს ფრაზა რა თქმა უნდა არ ვიძახი მარტო ყვავილზეა თქო და რა თქმა უნდა სილამაზეს არ ვიძახი მაინდა-მაინც გარეგნულ, მაგრამ ზოგადად ეგ ფრაზა ნიშნავს იმას, რომ ჩემი აზრით ძალიან საკმაოდ ღრმა აზრი აქვს ამას. სიძახის რა თქმა უნდა ჩვენ ცხოვრებაზე ჩვენ ხო გვაქვს მომენტები, როცა არის ცუდი პერიოდი ცხოვრების და ჩემი აზრით მიუხედავად ამისა, მაინც უნდა შეეძლოთ და მაინც უნდა ნახოთ ძალები, რომ ვიყოთ კეთილები, რომ ვიყოთ სუფთა, ასე ვთქვათ. მაგრამ ნუ გვავიწყდება, ჩვენ ხო არ ვართ ყვავილი მართლა, ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებსაც გვაქვს ემოცია, ამიტომაც სრულიად გაგუფლება იყო მომენტებში, არ იყო კეთილი. თუ ადამიანმა შენ ზიანი მოგიტანა, არ ხარ ვალდებული მას სიკეთე გაუკეთო. უბრალოდ კეთილი დარჩი უცხო ხალხთან, კეთილი დარჩი იმათთან, ვინც არ არის დამნაშავე და ვინც შენსკენ არის. ევრმა და ბოროტმა ხალხმა და ჩვენი ცხოვრების გამოცდილებამ, ცუდმა გამოცდილებამ არ უნდა იმოქმედოს ჩვენზე და არ უნდა შეგვცვალოს ჩვენ. არ უნდა გავხდეთ ბოროტები, მხოლოდ იმიტომ რომ სხვა მოგვიქცა ბოროტულად. იცი ძალიან ძნელია ეს ამის მიღება, მაგრამ მართლა გეუბნებით, თავადაც ადამიანი დაიტანჯება, თუ იქნება 24/7-ზე ნეგატიურად. ამიტომაც რაღაც პოზიტივი მაინც შემჩნიეთ ხალხო ცხოვრებაში და მადლიერება გამოხატეთ ხალხო. დღეს გაიღვიძეთ, დღეს ანუ სულ მაგას ვიძახი ხალხო, მართლა არა მარტო ვიდეოებში, მეგობრებთანაც კი, რომ მადლიერებაზე კარგი მართლა რა არის ვერ ხვდები.